2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება 2016 წლის ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებული და ადამიანზე მორგებულია. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება. იგეგმება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯი 1 მილიარდ 800 მილიონს შეადგენდა, მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიარდს გადააჭარბებს. 2030 შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უპასუხებს. მოგესალმებით. ბატონო დავით, 3 მილიარდიანი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროს. საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით. დავიწყოთ პენსიების ნაწილით. ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით ბიუჯეტის შესწორებულ პროექტში უკვე პენსიის ზრდა არის გათვალისწინებული. შეგიძლიათ გითხრათ რის ხარჯზე? პირველ რიგში თქვენ ნებართვით ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მოიხსენიებენ ესეთი მოკლე დასახელებით. სინამდვილეში ეს არის შრომის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის. ანუ ეს ჯანდაცვის ბიუჯეტი არ არის სამწუხაროდ 3 მილიარდი, ეს არის მთლიანობაში, რომლის ძირითადი ნაწილი არის სოციალური მიმართულებები. რაც შეეხება პენსიების მატებას, დღეს გაცხადდა, რომ მთავრობამ მოამზადა პროექტი, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან პენსიონერების, ასაკით პენსიონერების პენსია გახდება 180 ლარი. ეს არის ხაზგასმით პროექტი, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში და პარლამენტის პრეროგატივა არის ამ ბიუჯეტის დამტკიცება ან არ დამტკიცება. რაც შეეხება საიდან მოხდა მობილიზაცია ამ თანხების, ფინანსთა მინისტრმა დღეს რამოდენიმეჯერ ახსნა, მეც გავიმეორებდი უბრალოდ, რომ მოხდა შემოსავლების ნაწილში დაგეგმილზე უფრო მეტი თანხების მობილიზაცია და მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროცენტის კორეგირება. ამან მოგცა შესაძლებლობა, ახალი შესაძლებლობა პენსიების ზრდის. ბატონო დავით, პენსია იზრდება 20 ლარით, რაც თქვენც აღნიშნეთ და მთელი დღეს განმავლობაში საუბრობდნენ. თქვენი ოპონენტები გულისხმობ იგივე ნაციონალურ მოძრაობას აცხადებენ, რომ ბიუჯეტში 50 ლარიანი მატების რესურსიც იყო. 20 ლარიანი ზრდა, ეს არის 2016 წლის მაქსიმუმი, თუ შესაძლოა თქვათ პროცესი გაგრძელდეს. რა ინფორმაცია გაქვთ? რაც შეეხება 50 ლარიან მატებას, მე ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ნებისმიერი დაპირება, რომელსაც პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია გააჟღერებს, უნდა იყოს რეალისტურ გათვლებზე დაფუძნებული. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია, მრავალ ფუნქციათაგან ერთი არის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, რომელიც მერე გახდება საპარლამენტო მსჯელობების ნაწილი და სწორედ მათი პრეროგატივა არის დამტკიცება ან რაიმე კორექტივების შეტანა. რაც შეეხება ახალ შესაძლებლობებს, რაც შეიძლება გამოჩნდეს მომავალ წელს, ამაზე ახლა ლაპარაკი რთული იქნება, თუმცა თუ კი ასეთი შესაძლებლობები გამოჩნდა, ცხადია, რომ ის მიმართული იქნება სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტებისაკენ. რაც შეეხება შედარებას, თქვათ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, თქვათ, რამდენ პროცენტიანი ზრდა არის პენსიების? პენსიების ზრდა არის 70%-ზე უფრო მეტი. ციფრობრივად ეს არის თუ 2012 წელს იყო 100-125 ლარის ფარგლებში, მომავალ წელს ეს იქნება უკვე 180 ლარი. ბატონო დავით, ბოლო პერიოდში და დღესაც ითქვა, რომ სახელმწიფო დაგროვებით სისტემაზე გადავა. თუ არის უკვე ეს პროექტი მზად, თქვათ, რა სახით განხორციელდება ან როდიდან იგეგმება მისი ამოქმედება? დიახ, 2013 წლიდან დაწყებული ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობს იმ სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტრო შედის და რომელშიც ასევე ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები. დამუშავდა დაგროვებით პენსიაზე გადასვლის მოდელი. ეს პენსია არ ამუშავდება მთელი ფრონტით, ასე ვთქვათ, არამედ მოხდება პილოტირება გარკვეულ ნაწილში, რადგან შინაარსობრივად ეს არის, რომ ადამიანები თავისი აქტიური მუშაობის წლებში მიღებული შემოსავლიდან აკეთებს დანაზოგებს, რომელსაც გამოიყენებს შემდეგ საპენსიო ასაკის მიღწევისას. მე ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება და ალბათ მომავალ წელს გვექნება იმის საშუალება, რომ პროექტის გარკვეულ ნაწილის, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე დაიწყოს პილოტირება. თქვენ აცხადებთ, რომ პროექტის პილოტირება იგეგმება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მოსახლეობის რა ნაწილი გულისხმება, თქვათ, ვინ მოხდება ამ შემთხვევაში პროექტის ფარგლებში?
ამ შემთხვევაში ეს იქნება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ახლა იმყოფება არასაპენსიო ასაკში, საპენსიო ასაკამდე, რომლებიც მუშაობენ, რათა დაგროვებითი პენსიის შინაარსის რეალიზაცია მოხდეს. ანუ ეს იქნებიან ადამიანები 40-50 წლის ასაკის, რომლებიც უკვე ჩაერთვებიან ამ პროექტში და შესაბამისად, როდესაც დადგება მათი საპენსიო ასაკი, ისინი უკვე ძირითადი პენსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ. ანუ დაახლოებით 10 წლის შემდეგ უნდა ველოდოთ რეალურად ამ პროექტის ამოქმედებას თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თუ პერმანენტულად თქვათ განხორციელდება გარკვეული ცვლილებები. 40-50 წლის ასაკი ახსენეთ სხვადასხვა არის აქ არა ასაკობრივი ჭრილი სხვადასხვა არის, აქ თავისი სტატისტიკური კანონები მოქმედებს, რაც უფრო ახლოს არის საპენსიო ასაკთან, მით უფრო ნაკლები იქნება ასეთი ადამიანების რაოდენობა და პიკური იქნება, როგორც გითხარით, 40-50, ანუ პირველ შედეგებს ჩვენ უკვე რამოდენიმე მალე მივიღებთ, სავარაუდოდ ალბათ 3-4-5 წელიწადში და მოხდება ამ სისტემაზე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ გადართვა, რადგანაც ეს ჩვენთან არსებული სისტემა, გათანაბრებული პენსიების სისტემა რეალურად ალბათ პენსიების ნაკლებად არის, ეს უფრო სოციალური დახმარება არის ასაკის გამო. გასაგებია, ბატონო დავით, 2016 წელს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დაფინანსება თითქმის შეიძლება ითქვას, რომ 600 მილიონი ლარი იქნება. სულ ცოტა ხნის წინ, იგივე 2015 წლის ბიუჯეტს ამ ნაწილში დაჭირდება დაახლოებით 100 მილიონის დამატება. ხო, რამდენად სწორად არის დათვლილი 2016 წლის ბიუჯეტი ამ მიმართულებით, იგივე მომავალი წლის ბოლოს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისთვის ხომ არ იქნება გარკვეული თანხა დასამატებელი? სანამ აი კონკრეტულად გიპასუხებდეთ, მინდოდა რომ ხაზი გამესვა ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობისთვის, იმიტომ რომ ხშირად მცდარად ან შეგნებულად ტენდენციურად აღიქმება, რომ ჯანდაცვაში დახარჯული თანხა ეს არის უბრალოდ დახარჯული თანხა, რომელსაც არ აქვს უკუგება ეკონომიკაში. სიამტვილეში ეს ასე არ არის და ჯანდაცვაში დახარჯული თანხა არის პირდაპირ ინვესტიცია ეკონომიკაში. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, ასევე მინდოდა თქვენ ნებართით ხაზი გამესვა იმაზე, რომ ვისმენთ საყუდურებს, რომ რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ჯანმრთელობის დაცვის ფული მდიდრებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა თავის შინაარსით არის სისტემა, რომელსაც ქმნის სახელმწიფო და რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის 100%-ის მოცვას. ჩვენს რეალობაში თითქმის 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს კერძო კორპორატიული დაზღვევით და მათზე არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვა. ვრცელდება ყველა დანარჩენზე, დაახლოებით 90%-ზე. თუმცა სისტემა უზრუნველყოფს 100%-ის მოცვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება იმას, რომ გახდება თუ არა საჭირო თანხების დამატება, პირველი, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განაცხადო, რომ პროგრამის უწყვეტობა საფრთხე არ შეექმნება, წელსაც ბევრჯერ მოვისმენეთ ჩვენ ოპონენტებისგან, რომ შეწყდებოდა, გაუქმდებოდა, უკან დავიხევდით. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა, წელიწადი თითქმის თავდება და ერთი დღეც არ ყოფილა შეფერხება. რაც შეეხება მომავალი წლის ხარჯებს, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტურად შეძლებს მთლიანად მთავრობა და კერძო ჯანდაცვის სამინისტრო პროექტების მართვას და მენეჯმენტს აქცენტის გაატანა პირველად ჯანდაცვაზე, რაც ნიშნავს დაავადების ადრეულ სტადიაზე დაჭერას, ასე ვთქვათ, და მის მართვას და რამდენად ეფექტურად შევძლებთ, რომ მოსახლეობის მისდომადობა მედიკამენტებთან გავზარდოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს რეალური არის უკვე უახლოესი კვირეების განმავლობაში მედიკამენტებზე მისდომადობას გულისხმობ. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, ამას მართლაც დრო ჭირდება და ეს მასშტაბური პროექტია, რომელსაც იმედი მაქვს, რომ წარმატებით დავწვევთ. ბატონო დავით, მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებლად გითხავთ, მანამდე იქნება გარკვეული შეჯამება გააკეთოთ ამ 3 წელმა რა გაჩვენეთ, თქო, რამდენად გაამართლა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მოქმედმა ფორმამ? საყოველთაო ჯანდაცვა იმდენად საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისათვის და პროექტის მასშტაბური არის. ამიტომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვთხოვდით საერთაშორისო თუ ადგილობრივ ექსპერტულ ორგანიზაციებს გაეკეთებიათ შეფასება. ყველაზე უფრო მასშტაბური შეფასების რეზულტატები ჩვენ განვაცხადეთ აი ახლა მიმდინარე წლის ივნისში. ეს შეფასება ჩაატარა მსოფლიო ბანკმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. მე არ მოყვები ყველა დეტალს, მაგრამ
მაგრამ ძირითადი მიგნებები იყო შემდეგი. პირველი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვითარდება სწორი მიმართულებით. მეორე, საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოს შემთხვევაში აღმოჩნდა ყველაზე უფრო ხარჯეფექტური მოდელი, რაც კი შეიძლებოდა მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფისათვის. მესამე ის, რაც უკვე მოგახსენეთ, რომ ჯანდაცვაში გადახდილი თანხა არის პირდაპირ ინვესტიცია და ასევე უარყოფით მიგნებებსაც მოგახსენებთ, რომელიც იყო ერთი ხაზგასმული, რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით მოსახლეობის ამბულატორიული, ანუ ადამიანები, რომლებიც სულ საჭიროებენ მედიკამენტების მიღებას, არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში, აი ამ ნაწილზე მისწომადობის გაზრდა. ანუ კიდევ უფრო შეჯამებულად, რომ ეს არ არის ჩემი აზრი, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეს არის სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ობიექტურ კვლევაზე დაფუძნებული დასკვნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ცალსახად წარმატებული პროექტია. გასაგებია და თქვენი საუბარი ისე მიუხედავად რჩება ერთი შეიძლება ითქვას მთავარი გამოწვევა უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, რაც თქვენც აღნიშნეთ. ამ თვეების განმავლობაში თქვენ ასევე აცხადებდით, რომ გაქვთ სამოქმედო გეგმა. რას გულისხმობს ეს სამოქმედო გეგმა და როდიდან დაიწყება მისი განხორციელება? ამაზე სვესტები რო გიპასუხოთ, თუმცა კიდევ აი მცირე ხაზგასმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი, საკუთრივ ჯანდაცვის ბიუჯეტი 2013 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა და დღის მდგომარეობით კიდევ უფრო იზრდება, ის რჩება მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ცოტათი მეტი. წელს იყო 2.1% და მომავალ წელს ალბათ გახდება 2.4%. ანუ ეს ზოგადად შედარებისთვის მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის 5-7%, დასავლეთ ევროპაში 7-12%, ამერიკაში 17% იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის. ჩვენ ვახერხებთ საყოველთაო ჯანდაცვის შენარჩუნებას და განვითარებას მხოლოდ და მხოლოდ 2%-ზე ცოტა მეტით. აქ რეალური რესურსი, რომ ჩვენ სუბსიდირება გავაკეთოთ მედიკამენტებზე, ამბულატორიული მოხმარების მედიკამენტებზე, უბრალოდ არ არსებობს. სამი შესაძლებელი გზიდან, პირველი სუბსიდირება, მეორე მოგების შეზღუდვა და ზღვარის დაწესება და მესამე ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა და ეგრეთ წოდებული ჯენერიკული მედიკამენტების სექტორის მნიშვნელოვანი გაფართოება. აი ამ სამი გზიდან ჩვენ ავირჩიეთ ბოლო. ხარისხის კონტროლი, კონკურენციის გაზრდა და ჯენერიკების სექტორის გაზრდა. თუ თქვენ ჩათვლით, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არის აუხსნა მოკლედ რას ნიშნავს ჯენერიკები, ვესტები ეს გავაკეთე. ბატონო დავით, გასაგებია, თუმცა ძალიან საინტერესოა მედიკამენტებზე ფასის შემცირებას უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში. ამას იქიდან გამომდინარე ვკითხულობ, რომ იყო საუბარი ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლაზე ბაზარზე და კონკურენციის ზრდა კი ბუნებრივია ფასის შემცირების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. დიახ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანა არ არის ერთი ან რამდენიმე კომპანიის, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შემოყვანა ქართულ ბაზარზე, არამედ ჩვენი ამოცანა არის ისეთი სისტემის შექმნა, სისტემა ამ შემთხვევაში იგულისხმება წამლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რომლებიც ჩვენ პროექტი უკვე გვაქვს და სხვათა შორის ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების და ეს ახალი რეგულაციები და ახალი კანონი სწორედაც სისტემურად უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზარი ერთის მხრივ მიმზიდველი გახდეს კონკურენტებისათვის და სხვა 1-2 რამოდენიმე შემოვიდეს, რაც თავისთავად ფასის დამწევი ფაქტორი არის და მეორეს მხრივ უზრუნველყოთ ხარისხის კონტროლი, რომ მედიკამენტები, რომლებიც ახლა უფრო ხშირად მოიხმარება ბრენდები, რომელზეც ჯერ საპატენტო პირობები ვრცელდება და მისი ღირებულება ძალიან მაღალია, იმიტომ რომ წარმოებელმა ბევრი ფული დახარჯა თავის დროზე კვლევაში და ეს ფული უკან უნდა დაებრუნოს და გადასვლა ჯენერიკებზე, რომელიც თავისი ხარისხით იგივე არის, უბრალოდ კვლევაში დახარჯული ფულის ზედნადები აღარ ადევს და ბევრად მისწომადია მოსახლეობისთვის. ახლა მოსახლეობა და სხვათა შორის ჩვენ სახელმწიფო შესყიდვებში მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენთ ხოლმე ჯენერიკებთან მიმართებაში, იმიტომ რომ არ გაგვაჩნია ხარისხის კონტროლის სისტემა. აი ეს არის ის ძირითადი პუნქტები, ქვაკუთხედები, რაც ჩვენ შეგვაძლებიებს მნიშვნელოვან ჯერადობით შემცირებას გაზრდას მედიკამენტებზე წვდომის, ანუ მისი ფასის შემცირებას. ბატონო დავით, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩდება შეკითხვა ექიმები მაშინ რატომ ანიჭებენ კონკრეტულად თქვათ ბრენდებს უპირატესობას ვიდრე ჯენერიკებს, თუ არსებითი სხვაობა მათ შორის არ არის?
ექიმები უთილდებიან თავის რეპუტაციას და თავის პაციენტებს. მათ არ აქვთ იმისი მყარი მტკიცება, რომ ჯენერიკი ისეთივე ხარისხიანია, კონკრეტულ ჯენერიკებზე არის საუბარი და ამაში ისინი ამ ეტაპზე მართლები არიან, რადგანაც კიდევ ერთხელ არ არსებობს საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემა. როგორც კი მათ ექნებათ ეს მონაცემები, ჩვენ მთელი პროექტი გვაქვს გაწერილი, როგორ გავაფართოვოთ ჯენერიკების სფერო. ეხლა ექიმები იზღობენ თავს და ამაში გარკვეული ლოგიკა არის. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს დავით სერგეენკო პასუხობდა რამდენიმე წუთში.